შეშა ქალა. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი უშვილო ცოლ-ქმარი. სიბერეში შევიდნენ და შვილი კი არ ეყოლათ. წუხდნენ ორივე, მაგრამ წუხილი თაბარას უშველიდნენ. ერთხელ ბერიკაცი ტყეში წავიდა შეშის მოსაჭრელად. მივიდა ერთ ხესთან და დაუწყო ჭრა. უცებ ხიდან რაღაც ხმა მოესმა. გაჩერდა კაცი და მიაყურა და ხმა შეწყდა. კაცმა ისევ მოიქნია ცული, შემოჰკრა ხეს და ისევ მოესმა ხმა, თითქოს ვიღაც კვნესოდა. აქ რაღაც ამბავია. თქვა კაცმა, შემოუარა ხეს ირგვლივ. ხეს ერთ ადგილას ფუღურო ჰკონდა. ჩაიხედა კაცმა შიგ და ერთი პაწაწინა გოგო დაინახა. კაცმა ბავშვი ფუღუროდან ამოიყვანა, გამოიხვია ჩოხის კალთაში და გახარებულმა ცოლს მიურბენინა. შვილს უნატრობდით და აი შეგვეძინა. დედაკაცმა ღმერთს სანთელი აუნთო და მადლობა შესწირა. შეახვიეს ბავშვის სუფთა ჩვრებში, გაუკეთეს აკვანი და დაუწყეს ზრდა. სახელად შეშა ქალა დაარქვეს. ახლა წუხს ცოლ-ქმარი, ბავშვი ვის მოვანათვლინოთო. უცბად სარკმელში მთვარებს შემოანათა და უთხრა. მე მოუნათლავ თქვენს ქალიშვილს, ჩემს სიბადრეს დავანათლავ. ჩემსავით პირბადრი და ლამაზი იქნება. ცოლ-ქმარი დათანხმდა. ახლა მზემ შემოანათა სარკმელში და უთხრა. მე თქვენი შვილის ნათლია ვიქნები და ჩემს შუქსა და სითბოს დავანათლავ. დათანხმდნენ მზესაც. ჩამოიქროლა ამ დროს ნიავმა და იმანაც შეშა ქალას ნათლობა მოინდომა. ჩემსავით მარდი და დაუზარელი იქნება. ცოლ-ქმარმა არც ნიავს უთხრეს უარი. ბოლოს სარკმელში საავდრო ღრუბელმა შემოიხედა და ცოლ-ქმარს ბავშვის მონათლას თხოვა. ჩემსავით შავი თმა და თვალწარბი ექნება. შობლები ღრუბელსაც დათანხმდნენ და მოანათვრინეს შეშა ქალა. ნათლიები ყოველდღე მოდიოდნენ და უყურებდნენ თავიანთ ნათლულს. ცოლ-ქმარიც კმაყოფილები მის გაზრდას ელოდებოდნენ. ერთხელ დედამ აკვანი ეზოში გამოიტანა. სად იყო და სად არა, უცბად ერთი ყორანი მოფრინდა და ბავშვს პირში ჩაუძრა. ამ დღიდან ბავშვი გაუმაძღარი გახდა. აღარაფერი ყოფნის, დღე და ღამე პირი აქვს დაღებული და ჩხავის. გავიდა ხანი. შეშა ქალა გაიზარდა და ისეთი ქალი დადგა, რომ იმის ბადალი ქვეყნად არავინ მოინახებოდა. მაგრამ რა გინდა, ჭამით ვერ ცხებოდა და სულ გაიძახოდა მშიაო. დედმამამ მთელი საცხოვრებელი მასში ალია, ლუკმა პური აღარ შერჩათ. ბოლოს მშობლებს უთხრა. ხედავ, ჩემი შენახვა აღარ შეგიძლიათ. მოდით წავალ ვიმუშავებ, ან მოჯამაგირედ დავუდგები ვინმეს და როგორმე ჩემს თავს თვითონ შევინახავ. ბევრი იტირეს ბერიკაცმა და მისმა ცოლმა. ბევრი იცეს თავში ხელი, მაგრამ რას იზამდნენ, თვითონაც ხედავდნენ, რომ შეშა ქალას რჩენა მართლაც აღარ შეეძლოთ. მოიმზადა ქალმა საგზალი და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთი კვირის შემდეგ ერთი თავადიშვილი სახლს მიადგა და დაიძახა. გამოიხედა სახლის პატრონმა. მოახლე ან მოსარეცხე ხომ არ გინდათ? როგორ არ გვინდა, ამოდი. ავიდა შეშა ქალა და დაუდგა მოახლედ. მუშაობს, მაგრამ რას მუშაობს? ხელებიდან სულ ნაპერწკლების ცვივა. ნიავივით მარდი და დაუზარელია. მაგრამ რა გინდა, საჭმელი არ ყოფნის, სულ ჭამს, არც გაძღომა იცის და არც ბეზრდება. შეწუხდა თავადიშვილი. არ ეთმობა ასეთი კარგი, ხელმარჯვე მოსამსახურე. მაგრამ შენახვა აღარ შეეძლო და ერთ დღეს შეშა ქალას უთხრა. ძალიან კარგი ხარ, მაგრამ რა ვქნა, შენი რჩენა აღარ შემიძლია. გაგისწორებ ანგარიშს და წადი. რას იზამდა შეშა ქალა? ადგა და წავიდა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ხელმწიფის კარზე მივიდა. შევიდა პირდაპირ ხელმწიფესთან და ჰკითხა. მოახლე ან მოსარეცხე ხომ არ გინდათ? მინდა, როგორ არ მინდა, თუ კარგად იმუშავებ. მუშაობით კი კარგად ვიმუშავებ, თუ ჩემი შენახვა არ გაგიჭირდებათ. ხელმწიფეს გაეცინა. ხელმწიფე ვარ და ერთი ქალის შენახვა როგორ გამიჭირდება. ისეთი რა ხარ, რომ შენი შენახვა გამიჭირდეს? ერთ ჯერზე ერთ ცხარსა და ერთ თონე პურს ავჭამ და ზედ ერთ ჩაფ ღვინოს ვაყოლებ. ხელმწიფემ ეს რომ გაიგო, მაშინვე უარი უთხრა. არა შვილო, შენ რაც ჭამაგდომებია, მაგის ფასი რა უნდა გამიკეთო?
ჯობია წახვიდე და შენს გზას ეწიო. წავიდა შეშაქალა ტირილით, ცალკე შიმშილი აწუხებს, ცალკე სირცხველი. გზაზე ერთი თავის კბილა გლეხი ბიჭი შემოეყარა და კითხა. რა გატირებს, ლამაზო ქალო? რაღა ამატირებს. ამაზე დიდი უბედურება რაღა იქნება, რომ ადამიანი შრომობდეს და საკმაო პურსაც ვერ შოულობდეს. უთხრა ქალმა და უამბო თავისი თავგადასავალი. ბიჭმა უთხრა. წამოდი ჩემთან, პურცაც გაჭმევ და მაგ უბედურებასაც მოგაშორებ. აბა ქალი რას არ წაყვებოდა? წაიყვანა გლეხის ბიჭმა და ერთი კვირა ულუკმაპურო დამყოფა. ერთი ციცქნა საჭმელიც კი არ დაანახა. კვირის თავზე ტყეში წაიყვანა. დასვა ერთ გადაჭრილ კუნძზე და წინ ხარის მძორი დაუდო. გაიგო მძორის სუნი ყორანმა და ატეხა ყრანტალი ქალის მუცელში. ბიჭი იქვე ჩამოჯდა და სიმღერა დაიწყო. ამოვარდა ქალის მუცლიდან მშიერი ყორანი, მივარდა ხარის ლეშს და დაუწყო ძიძქნა. გამოძღა კარგეთ, დაიყრანტალა და ისევ ქალის მუცელში ჩაძრომა მოინდომა. გლეხის ბიჭმა აღარ დააცადა, სტაცა ყორანს ხელი და თავი ქვაზე მიუნაყა. მერე მოკიდა ქალს ხელი და ისევ შინ წაიყვანა. ის ღამე ბიჭის სახლში გაათენეს. შეშაქალას არც ცეცხლი ჭირდებოდა, არც სანთელი. ბნელში მთვარესავით ანათებდა და სახლს მზესავით ათბობდა. მეორე დილას შეაბეს ურემი. დაუდესზეთ თუ რამე გააჩნდა ბიჭს ქონება ცხოვრება და შეშაქალას დედმამასთან გადაბარგდნენ. გაუხარდა მოხუც ცოლქმარს თავიანთი ლამაზი ქალიშვილი მორჩენილი რომ დაინახეს. ბიჭიც ძალიან მოეწონათ და იმავე დღეს გადასწერეს ჯვარი ეკლესიაში. ამის შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი.